ეს ვიდეო სპეციალურად შეგხვდა შენ, რადგან ეს უნდა მოისმინო. ვიცი მსგავსი ტექსტი ხშირად გესმის, მაგრამ ეს მართლა სპეციალურად შეგხვდა. იმიტომ რომ ვიცი, რომ შენ თუ არა შეიძლება შენი ძალიან ახლობელი ადამიანი იყოს იგივე დღეში. ასე რომ ყურადღებით მომისმინე და თუ საჭიროა, ვისაც საჭიროა, იცი ვის, გადაუგზავნე. ხანდახან ადამიანი აღმოჩნდება ისეთ ადგილას და სიტუაციაში და ხალხში, სადაც თავს დაპატარავებულად, დამცირებულად ან უსუსურად გრძნობს. არა იმიტომ, რომ მართლა ისეთია. უბრალოდ იმიტომ, რომ გარემო ნელ-ნელა ართმევს ფსიქიკურ და ემოციურ ძალას. საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტია ის, რომ ტვინისთვის ემოციური დამცირება იგივე არის, რაც ფიზიკური საფრთხე. როცა გამცირებენ, გაიგნორებენ, ან მუდმივად გაკრიტიკებენ, ნერვული სისტემა გადადის გადარჩენის რეჟიმს. ამ დროს ადამიანი ხშირად ჩუმდება, ან პირიქით ღიზიანდება, ან ხდება ზუსტად ისეთი, როგორიც თავად არ მოსწონს. ხშირად ხდება ხოლმე ის, რომ იმდენად სულელურ შესთომებს უშვებთ, ცალკე სალაპარაკო თემა ხდება ეს, მაგალითად, ხელი და ნივთების გავარდნა. მარტივი რაღაცეების დავიწყება, რადგან ამ დროს მახსოვრობა ფუჭდება. მარტივი კომუნიკაციის უნარების წართმევა, უცებ უცნაური ხდები ადამიანებთან ურთიერთობაში და შეიძლება ამას ვერც ამჩნევდე. ხანდახან შეიძლება უცნაურად უყურებდი ადამიანებს, იმიტომ რომ ფსიქიკური მდგომარეობა როცა უარესდება, ეს ასე თუ ისე შესამჩნევი ხდება. ხო, ასევე ტოქსიკურ გარემოში ხშირად იღვიძებს ჩვენი ბოროტი მხარე და ან გაღიზიანებული ვერსია და მერე გგონია, რომ პრობლემა რეალურად ჩვენშია. ხო, პრობლემა ჩვენშია, იმიტომ რომ ისე ვიქვართ. არა. პრობლემა ის ადამიანები არიან, რომლებიც შენს პირად საზღვრებს პატივს არ ცემენ და ცდილობენ ის მუდმივად დაარღვიონ. ან ზურგს უკან გაგჭორონ და ცოტა ჩახლართონ სიტუაცია გარშემო ყოფებისთვის. იმიტომ რომ ცუდი გამოჩნდა. ფსიქოლოგიაში, როგორც ცნობილია, ტოქსიკური ადამიანები პასუხისგებლობას არასდროს იღებენ. როცა ბოლოს და ბოლოს იტყვი, რომ მათ შენი მენტალური მდგომარეობა დაანგრიეს, პასუხი თითქოს ყოველთვის ერთია: უარყოფა. ეს ჩვენ არ გვიქნია. მოგეჩვენა ალბათ. ჩვენ მსგავსი რამ არ გვიგულისხმია. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის უკეთესი გვინდოდა. შენ ვერ ხვდები, მაგრამ ოდესღაც მიხვდები, რომ მხოლოდ კარგი გაგიკეთეთ. კარგი რა. და აქ არის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ნუ ელოდები სიმშვიდეს იმ ადამიანისგან, ვინც თავად შინაგან ქაოსში ცხოვრობს. როგორ შეიძლება რაღაც კონკრეტული მიიღო იმ ადამიანისგან, რომელიც მას ფიზიკურად არ აქვს? ვინც შენს შინაგან ენერგიას, სისხლს და სულს გწოვს, ის არ ეძებს ჯანსაღ და ადამიანურ ურთიერთობებს. ის უბრალოდ კონტროლს ეძებს. ამ დროს ყველაზე ჯანსაღი გამოსავალი, რა თქმა უნდა, დისტანციაა, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია, ფსიქოლოგიური ცოდნა გვეხმარება, რომ ემოციურად დამოუკიდებელი დარჩეთ. ანუ, თუ კი ფიზიკურად ვერ ვახერხებთ დისტანცირებას, უნდა მოვახერხოთ იმდენი, რომ ფსიქოლოგიურად დისტანცირდეთ. რაშიც გვეხმარება ელემენტარული ცოდნა ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. სხვა თემებზე შეგვიძლია პოდკასტებში ჩაუვარდეთ, ხშირად უსმინოთ, როგორ არის ადამიანის ფსიქიკა მოწყობილი, რა სიტუაციაში როგორ ვიქცევით, რანაირად ვიქცევით, რა რატომ ხდება და ეს ცოდნა ასე თუ ისე გვეხმარება ჩვენ სიტუაციის აღქმაში, როცა რაღაც ვიცით, მერე შეუმჩნევლად ავტომატურად ვაკეთებთ რაღაცეებს სწორად. ნუ ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ფსიქოლოგიაში ვერ ყვევით, მე რო ხვდებით, რომ რაღაცეები გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ და რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ მისგან წამოსულ პროვოკაციებს, მაგრამ მშრალად ისე ჰაერზე მიხვედრა ფსიქოლოგიის გარეშე საკმაოდ რთულია. თუმცა რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები, რომლებიც ნიჭიერები დაიბადნენ და ამას თავიდანვე ხვდებოდნენ. მაგრამ ყველა ასე არ არის. ხო, კიდევ ერთი ფაქტი. ტოქსიკური ადამიანები ხშირად იცვლიან ნარატივს. ეს ძალიან საინტერესო რამ არის და უნდა დავიმახსოვროთ. დღეს დაგამცირებენ. ხვალ კი როცა შენ წარმატებული იქნები, იტყვიან, რომ ყოველთვის სჯეროდათ შენი. და თითქოს მათ წვლილიც კი მიუძღვით შენს წარმატებაში. კარგი რა. ნუ იქნები მათი აზრის მძევალი. შენი ღირებულება მათი შეფასებით საერთოდ არ იზომებ. ზოგიერთ ადამიანთან ჯანსაღ ურთიერთობას ნუ ითხოვ. ეს ბრძოლა არ აღერს. შენი სიმშვიდე უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ფული, სტატუსი ან ვიღაცის აღიარების და დამტკიცების სურვილი. ხო, კიდე საზღვრების დაწესება არ არის ეგოიზმი. თვითგადარჩენის ერთ-ერთი სერიოზული ფორმა არის და სრულიად გაქვს უფლება, რომ საზღვრები დაუწესო ადამიანებს.
კიდევ გირჩევ, რომ თუნდაც იქ, როდესაც ხარ და მერე თუნდაც განერიდები, არ იფიქრო იმაზე, თუ თვითონ რას ფიქრობენ. იმიტომ რომ ეს ყოველთვის დაგხევს უკან და შენს განვითარებას შეაფერხებს. როგორ შეიძლება იმ ადამიანის აზრზე იყო დამოკიდებული, რომელსაც არ აინტერესებს შენი მენტალური მდგომარეობა, რომელსაც არ აინტერესებს რეალურად ბედნიერი იქნები თუ უბედური და პირიქით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უბედური იყო. და როგორ შეიძლება ენდო და როგორ შეიძლება გაინტერესებდეს იმ ადამიანის აზრი, რომელიც გუშინ იძახდა, რომ სძულდი, დღეს იძახის, რომ უყვარხარ. გუშინ იძახდა, რომ შენგან არაფერი გამოვა, დღეს იძახის, რომ მე მჯეროდა შენი. ან გუშინ სახლიდან გაგდებდა და დღეს სახლში გეპატიჟება. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება და ჩამოთვლა. მოკლედ, ხო მიხვდი, რასაც გულის. ხო და კიდე თუ ასეთ უბედურ მდგომარეობაში ხარ და ვერ ბედავ და რაღაც ნიშანს ელოდები, მაშინ ეს ვიდეო ნიშნად ჩათვალე. წადი თავს უშველი. და თუ გამოწერილი არ გყავარ, გამომიწერე. რა იცი, ჩემი ვიდეოები რაში შეიძლება გამოგადგეს.